მე ვარ ლუკა ბოყოველი 11 წლის. სწავლობ ჭიათურის მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. მე 1 წელი თამაშობდი ჭიათურის ძველ კლუბში, მაგრამ სამწუხაროდ დაიხურა. თუ გაიხსნა ეს კლუბი დავუბრუნდები, თუ არა გადავალ ახალ კლუბში. ახლა ვცდილობ შემინარჩუნო ფორმა და ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ერლინგ ჰოლანდი და ჩემი საყვარელი კლუბი არის ფეხბურთის მანჩესტერ სიტი. მე პირადად ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. თავიდან ვიყავი მეკარე, მაგრამ შემდეგ გადმოვედი ნახევარ-დაცვაში. პოზიცია იმიტომ შევიცვალე, რომ უთამაშებლობის გამო არ ვიყავი კარგ ფორმაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა, რომ გავაკეთო სწორი პასები. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მგონია დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი დარტყმა. უფრო მიყვარს კარგი ასისტის გაკეთება, ვიდრე გოლის გატანა. თუმცა ჩემს კარიერაში უკვე გატანილი მაქვს 60-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი ჯარიმა, სადაც მედგა 3-4 კაცი, დავარტყი, მეკარე გადახტა, მაგრამ ვერ მოიგერია ეს ბურთი. რა თქმა უნდა, ისეთი მომენტიც მქონია, როდესაც უეჭველი უნდა გამეტანა, მაგრამ ვერ გავიტანე. დამიცა ფეხი, თვითონ საფარი იყო სველი და დამიცა ფეხი და ვერ გავიტანე ბურთი. ცარიელი კარი არ იყო, მაგრამ გასატანი გოლი იყო. მე მინდა მქონდეს შავ-თეთრი ფორმა და ზურგზე მეწეროს ბოყოველი და ნომერი 10. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 6 ნომრით. ახლა ზამთარი როა ცოტა ვეღარ თამაშობ ხოლმე ხშირად, მაგრამ აუცილებლად დავიწყებ კიდევ ვარჯიშს, როდესაც მოვა გასაფრთხილი ან საფრთხილი. მე მაქვს ნიჭი, მინდა ვითამაშო დიდი ფეხბურთი, მაგრამ სამწუხაროდ დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე, რომ შემიძლია დიდი ფეხბურთის თამაში. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალი, მაშინ გამოვალი მათემატიკოსი. ბავშვობიდან მიადვილდება მაგალითების ამოხსნა და თვითონ საგანიც. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. აზრი იმიტომ შევიცვალე, რომ არ მიხერხებოდა კარგად, თავიდან არ მიხერხებოდა სირბილი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ავითვისე და გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი გამოსულიყავი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს ძალიან კარგი კლასელები, მყავს ძალიან კარგი მასწავლებლები და არის ძალიან კარგი გარემო. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მათე კუპატაძე. ყველაზე ცელქია ნიკო კუპატაძე. მაგრამ მე რაპტებთანაც არ ჩამორჩება. ყველაზე ჭკვიანია გიორგი ბედინაშვილი. სხვათა შორის სხვა ბევრი ჭკვიანი კლასელიც მყავს. ყველაზე მშვიდია ნიას ხერტლაძე. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ზანდა ასანიძე. იმიტომ რომ არის მეგობრული, უყვარს თავისი ბავშვები და კარგად ხსნის გაკვეთილს. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, ეზოში გადავხურავდი სტადიონს და დასვენებებს გავხდიდი 10 წუთიანებს. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ რომ ვისწავლო ფიზიკა და ქიმია მაინტერესებს. ხშირად მიფიქრია, რომ ჩემგან გამოვიდოდი ძალიან კარგი მეცნიერი. სახლში ვცხოვრობ მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი და ჩემი ძმა. მე და ძმა იმიტომ არ მინდა, რომ ესენიც მყოფნიან ნერვების მოსაშლელები. ჩემი ძმა არის 13 წლის და ჰქვია ტარიელი. ის არის მხიარული, მშვიდი და ნერვების მომშლელი. ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის, როდესაც ვთამაშობთ ხოლმე ფეხბურთს და პასებს არ მიკეთებს. ჩემი და არის 4 წლის და ჰქვია ბარბარე. ის არის მტირალა, საყვარელი, პრანჭია და ეგეც ნერვების მომშლელი. ბარბარე ნერვებს მიშლის, როდესაც უნდა ჩემი ტელეფონის წართმევა. ჩემი აზრით, ბარბარე რომ გაიზრდება გამომოცეკვავი და ჩემი ძმა გამოვა ფეხბურთელი მეკარე ალბათ. მამიკო არის მხიარული და მშრომელი. უყვარს ძალიან თავის შვილები, თავის ოჯახის წევრები და უყვარს შრომა. დედიკო არის ლამაზი, მხიარული და ძალიან კარგი დიასახლისი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელს მსოფლიოში. ძალიან მიყვარს დედაჩემის გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. შეყვარებული ამ ეტაპზე იმიტომ არ მყავს, რომ ჩემი შესაფერისი გოგო ვერ ვიპოვე. ჩემი აზრით, ცოლს მოვიყვანა, როცა ვიქნები 27-28 წლის. შვილებს დავარქმევ გიოს და ნინის. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია პატარა ქალაქის ზღაპრები. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი გოგოს და ბიჭის ისტორიაზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ბიჭი ვიქნებოდი მე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, დავეხმარები გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარები უსახლკარო მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი მანქანებს, როგორიცაა BMW, M3, CLS და Lamborghini. ერთი სიტყვით მექნებოდა ძვირფასი მანქანების კოლექცია. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ტელეფონი Samsung Galaxy S24 Ultra. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. სპექტაკლის გმირი რომ ყოფილიყო, ვინ იქნებოდა? მე მაგალითად ვიქნებოდი უფლისწული კონკიაში. ბედნიერება არის ოჯახის სიყვარული, ფეხბურთის თამაში, სიკეთის გაკეთება და საჩუქრების გაცემა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.